მოგესალმებით მეგობრებო, კლავდა გურამ დადიანიძეზე და ნატა ბიბლიანზე მინდა ახლა ვისაუბრო. დაგპატიჟებთ ყველას, კარგით? ყველა მინდა დავპატიჟო, რადგან ყველას ინტერესია გურამ დადიანიძის პოვნა და ყველას ინტერესია ნატა ბიბლიანის სამართალის დამკვიდრება. ანუ ნატა ბიბლიანს რომ დაუკვიდრდეს მისი სამართალი და სამართალმა პურჭამოს, ხოლო გურამ დადიანიძეს დედა ენახოს და დედამის გურამ დადიანიძე ენახოს. ხო, ესე გვინდა ჩვენ თუ კი მეორედ მოსვლა და ბოლო ჟამია და აღდგომა და სამართალმა ბოლოს და ბოლოს პური უნდა ჭამოს და მკვდრები უნდა აღსდგნენ და საშინელი სამსჯავრო უნდა განხორციელდეს, მაშინ ასე უნდა მოიქცეთ, რომ სრულად საქართველო, რომელიც ძალიან უცნაურ ვითარებაშია, ესე იგი, მე არ ვიცი, ადამიანი, რომელიც ნატა ბიბლიანს ამტყუნებდეს, გამორიცხოთ ის სულელი გოგო რა. სულელია თუ როგორი გოგო არ ვიცი, ხა მართალი გითხრათ, მაგრამ აშკარად თავის საქმის შემსრულებელია, ადვოკატობას თავის თავზე იღებს და იცავს ჯოჯოს, მაგრამ ეგ თავისი არჩევანია. ეხლა ჯოჯო უნდა რომ გაამართლოს, ანუ სატანა უნდა რომ გაამართლოს. ხოლო ნატა ბიბლიანი, რომელიც დაზარალებულია, ხო? ის უნდა რომ გაამტყუნოს. და არ გამოუვა პირდაპირ ვეთქვი, რომ თავისი ნება კია ეს, აირჩია, არჩევანია ასეთი უცნაური, მაგრამ ბოდიში, მაგრამ არ გამოგივა, არა, ვეღარ გამოგივა, ეს ადრე იყო, ეგ ძველ დროს ჩაბარდა ჩემო კარგო. გირჩევნია რომ ფარხმალი დაყარო ეხლა და თქვა რომ აი ვნებდები რა. ნატა ბიბლიანს ვერავინ ვერ გაამტყუნებს, ვერც აქ მატერიაში, ვერც მენტალში და ვერც ასტრალში. გაიგეთ? აი იქ მაღლა ასტრალში, აზრში. შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ ნატა ბიბლიანი იტყუება, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ მას უბრალოდ მის ემოციებს აღემატება ეს ამბავი რა. ისეთი საშინელი ამბავია, რომ შეიძლება ადამიანმა გარიყოს ის, რომ გაიაზროს ბოლომდე რა. პატარა ბავშვზეა საუბარი, პატარა გოგოზეა საუბარი, რომელზეც ავტომატებიანი და იარაღიანი მამა არა რა, უკაცრავად კაცუნები ძალადობდნენ. იქ 18 წლისამ გააჩინა შვილი თუ 17 წლის დაორსულ და ამაზე არ არის საუბარი რა. იქ არის საუბარი, რომ რას უშვებოდნენ ამ გოგოს რა, რას უშვებოდნენ ამ გოგოს და ვინები. იცოდა თუ არა სრულიად სვანეთმა, თუ არ იცოდა, ხო გაიგო ეხლა სრულიად სვანეთმა. ახლა როგორ მოიმოქმედებს სვანეთი, ეგ არის მნიშვნელოვანი და არა მაშინ იცოდა თუ არა. დროს უკან დავაბრუნებთ მხოლოდ აწმყოში გააზრებით, ხო? ყველა დრო ერთ დროში თუ მოიქცევა. ხო და ყველა დრო ერთ დროშია. ახლა ხო იგებენ სვანები, რაც მაშინ ვერ გაიგეს. ხო და ახლა მოქმედებენ სვანები, რაც მაშინ ვერ იმოქმედეს. გავიგეთ? მართლა ნატა ბიბლიანის ამბავის გადამალვა ეცადნენ მეორე უკიდურესობით სოციალურ სფეროში და თავგათხარად ხარაო, კატა გამოთხარაო, ეგრე მოუვიდეთ რა, რეალურად სოფო ბიბილაშვილის ამბავით უნდათ ნატას ამბავი გადაემალათ. მაგრამ მადლობა უფალს, რომ ეს საკითხი მართლაც დროულად მოხდა. თქვენ არ იცით სულიწმინდის გეგმებს მართლა ვერ სჭვრეთთ. ამიტომ გგონიათ, რომ იმას რო გააკეთებთ ვითომ გასაფუჭებლად. სულიწმინდამ უკვე დაბადებამდე, სიტყვის გამოსვლამდე დაგეგმა. ასია ჩემო კარგებო, ყველაფერს ფარდა ეხდება. ასია, ერთი საქმის გასაფუჭებლად, მეორე საქმეს რო იყენებთ, ორივე
სული წმინდის მიერ იქნება ბეთროით რა ქვია ქართულად სული წმინდის მიერ იქნება ხელგადაფარებული, ესე რომ ვთქვათ, ხელდასმული რა. ზოგიერთმა გააჟღერა, რომ გურიკა ცოცხალი თუ არის კიდევ 12 წლის მერეო და მარტო იქიდან გამომდინარე, რომ აი ამ ბიოლოგიას რომ არ დავეყრდნოთ, რომელიც ამბობს, რომ ცოცხალია ფიზიკურად. მარტო ამას რომ არ დავეყრდნოთ, ლოგიკურად გეტყვით, რომ ცოცხალია. მოდი აბა გავსაუბროთ, როგორ ლოგიკაში ჩავალთ ახლა ჩვენ. ლოგიკურად სოფო ბიბილაშვილს უმალავდნენ, რომ გურამი არის ცოცხალი. ამიტომ მამიდაც, მამაც, კახას შვილებიც, მამიდას შვილებიც და ასე შემდეგ იყვნენ ჯუმად. არც მიუმართავთ გამოძიებისთვის, თან მით უმეტეს რაღაცა წვიმა მოვიდა და გაუხარდა და აკა თქვენი ცითო ისო რა ქვია, აგერ მეწყერი ჩამოწავითო, ესე გავასაღოთო. როგორც ჩანს, კახა, ეხლა გავიგერ, არ ვიცოდი, კახა თურმე პოლიციაში. კახას ძმაკაცები თუ ვიღაცეები პოლიციელები ყოფილან, იქაც კარგად რაღაცეები 2000 რომელი წელიწად? ეს არის 2014 წელი. აქ უკვე ახალი მთავრობა არის. ხო და რა მინდა ახლა გითხრათ, იცით? აი მამიდაც, მამიდას შვილებიც, მამიდას ძმაც, მამიდას ძმაკაცებიც, მეჯვარეებიც, საყვარლებიც და ასე შემდეგ, ყველანი არის ჯუმად, გულახეინად, ხელდაკრეფილი, ზიან და უი, კაცო, მოვიდეს აქ ერთი მაგარი უნდა ვცემო ეგ. კახა რო ამბობს, ხო? დედამისო აცნო, მაგარი უნდა ტრაკოზე უნდა მოვარყოს, პანჩურები უნდა ურთხა რა, მოვიდეს ერთი ეგ აქ. და 12 წელი გავიდა და ბიჭი არ ჩანს. ეხლა უყურეთ რა, არც მამიდაა გიჟი, არც კახაა გიჟი, არც მამიდა შვილები არიან გიჟი და არც ის 12 ადამიანი იმ ბავშვი, უბრალოდ 12 ბავშვი, რომელიც იყო იმ ერთ ზრდასრულთან და გურამისთან ერთად არ არიან გიჟები. ყველანი არიან მატყუარა მანიპულატორები, რომლებმაც უბრალოდ იციან, რომ გურამი კაცო ცოცხალია და რას დაგვიმტკიცებენ ახლა ესენი. დედამისი არის ერთი, რომელიც აი შეგვიძლია გიჟად შევრაცხოთ უცბად რა და ისიც საზღვარგარეთ წასულია და ღმერთმა იცის იმას ვინ მოусმენ საერთოდ, ხო? როგორც ხდება ხოლმე რა ეს საპატრიარქოს ხელწერაა და ჩვეულებრივად. მამიდა ძმისშვილს, მამა შვილს, მამიდა შვილი თავის ბიძაშვილს არ გაიმეტებდა სასიკვდილოდ, ლოგიკურია. იმიტომ არის ლოგიკური, რომ სასიკვდილოდ რომ ადამიანი გაიმეტო, ამას ძალიან დიდი ენერგია სჭირდება. ამ ადამიანებს არ აქვთ მაგის ენერგია. აი პირდაპირ ხედავ ახლა რა, რა თუნდა. მედიუმი ვარ. ამის ენერგია რომ ადამიანი მოკლა, თან მით უმეტეს ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი, მაგათ ეგ ენერგია არ აქვთ. მაგრამ ეს ენერგია აქვს აი შავ ყვალღორნებს, რომლებიც თავს ასაღებენ მათ მადიდებლებად. ამათ საერთოდ აზრზე ვერ მოდიან იმათ რას ისჭირდებოდათ გურამის ყიდვა. ესენი აზრზეც ვერ მოვლენ. ამათ გონიათ აი იქ არის, კარგად არის, ბერებთან არის, მღვდლებთან არის, მართლმადიდებლებთან არის და გამოჩნდება რა. კაი ბიჭია, კარგ ადგილზე არის. მაგრამ ესენი ვერც კი წარმოიდგენენ, რომ იმათ რა აქვთ ჩაფიქრებული და ბოლოს იტყვიან, უი, გურიკა გარდაიცვალა შოუ რა. ამათ მოატყუებენ და ამათ კიდე ვისეთყვიან, რომ გურიკა გარდაიცვალა, საიდან გამოიძიებენ, უკვე დამალული აქვთ საქმე. გესმის? აი ესეთ რაღაცეებს აკეთებს ეშმაკი. ხა, ჩავიგდე ხელშიო, რა კარგი ლუკმაო. მაგრამ აგერ მოვიდა თამარი და ეშმაკსაც შუათით იაჩვენა და ამ დატყუებულ ხალხსაც შუათით იაჩვენა. იმიტომ რომ ჟამია თქო,
მარტო მე კი არ ვიძახი ამას, რომ ჟამია ხალხო. ამას იძახდა თვით სატანის მსახურიც, ეგრედ წოდებული უწმინდესი და უნეწარესად წოდებული, ქრისტეს ტიტულად წოდებული, ანტი და ამას იძახდა ყველა ის ადამიანი, ვინც ქართულ ენა ლაზარეში ერკვეოდა. ინკლუზიურად ბატონი ჯორჯაძე. ჟამია მარტო მე კი არ ვამბობ, ამას ამბობს ანბანიც, ამას ამბობს ლაზარეც, ამას ამბობს წინასწარმეტყველებაც და აი ამ სამივეს რო თავი დავანებოთ, ამას ამბობს ქრისტეც. რომ ნიშნებით შეიცნობა ის ჟამი, როდესაც მოახლოვდება მეორედ მოსვლა, როდესაც დაიწყებენ ტელევიზიებით, ანუ როდესაც დაიწყებენ საუბრებს კატასტროფებზე და დაიწყებენ საუბრებს შემოსულ ხალხზე, ტოლვილებზე, შიმშილზე, ამაზე, იმაზე და ყველაფერი რაც გააჟღერა ქრისტემ აგერ გვიდგას თვალწინა ტელევიზიორებში და რაც უნდა ახლა მაგას კიდევ სხვა ნიშნები ხალხო, არაფერი სხვა ნიშანი არ უნდა. მოვლენ მრავალი ჩემნაირი ამბობს ქრისტე, ცორუები იქნებიან, იმიტომ რომ თქვენ გაარჩევთ იმ ჩემნაირ ხალხსო, ისინი მართლა იცხოვრებენ ჩემნაირად თუ სხვანაირად იცხოვრებენო და მართლებიო, ჩემნაირებიო, მართლები ის იქნებიანო, რომლებიც ჩემნაირად იცხოვრებენო, არა მარტო ჩემი სახელით მოვლენო, არამედ ფიზიკურადაც ჩემნაირად იცხოვრებენო. აი როგორც მაგალითად მოკრძალებულათო. 9 მილიონი ჯიპებით კი არ ივლიანო, არაო, ვირიცაც კი არ ივლიანო, გაიგეთ? თავისი ვირიც არ ეყოლებათო. ხო. ანტი და ქრისტე. ანტი, ხედავთ ვინც არის, აგერ რო ამბობს, წმინდეში და უნიტარისი ვარ და 9 მილიონი ჯიპებით დადის დღესაც იმის გადმონაშთი და ქრისტე რომელიც ამბობს, რომ ბიჭო, მე 9 მილიონი ჯიპი ცხოვრებაში არც დამსიზმრებია. 9 მილიონიან ჯიპი და ეხლა ეს რითი უნდათ, იცი რომ გაეправებინათ? უიო, მაშინო ჯორცხენებიო, საკმაოდ დიდი ფუფუნება იყო. გაამართლეს თავის კაიკეთ. ხო, ისე ხვედრებო, ხო. ჯორცხენა იყო, მაშინ დიდი ფუფუნება 9 მილიონიან ჯიპს უდრიდა კი, ოღონ თავისი კი არ იყო. ხო, თქვენც მეტყვით, რომ არც ეს არის ჩვენი კაცობა თხოვესო. ვახ, სოფელ ორაში განხარე, რას გვაბრუნებ, რას ნეკჭირსა და აი ეს ზნე სჭირს ამ სოფელს, რომ გამოვიდეთ ამ წერტილიდან, გესმის? აი ამ წერტილი რით უალიდან, რომ დავდივართ უარე და კვერცხს შესასვლელი ვერ მოუნახეო, ვერაო, კარი რო იპოვო ამ კვერცხის. აი, აქ უნდა გახსნა ჯერ აქ. ეხლა აღარ არის სასაცილო თემა, ეს არის მართლა სერიოზული თემა, მამიდასაც მოვუწოდებ. ძალიან შევდივარ მის მდგომარეობაში, იმიტომ რომ აი ეხლა უყურეთ რა, მამიდას მდგომარეობაში რატო უნდა შევიდე, ეხლა მე მიუხედავად ისე რომ მაგრად იტყუება და აი ის რაც ჩაიდინა რა, არის როგორი საწყებლო საქმე, იცი, რომ აი შეიძლება გაამათრახო ადამიანი რა. მამიდა არის ესეთ ვითარებაში, რომ მას სჯერა, რომ თავისი ძმისშვილი კარგ ხელში ჩააბარა. ოღონდ ეს საიდუმლოდ უნდა შეინახოს. მას გონია, ანუ ის არ გაიმეტებდა თავის ძმისშვილს ცუდი ხელისთვის. მან არ იცის რა ხელში ჩააგდო თავისი ძმისშვილი. არ იცის, რაც არ იცის ვერ მოსთხოვ, რომ ეს რატო გააკეთე. აი გეუბნებით, მამიდას მდგომარეობაში მე შევდივარ, იმიტომ რომ მამიდას აქვს თავისი ცხოვრება. მას აკისრია პასუხისმგებლობაში აყავს შვილი, რომელიც მისი არ არის, გერია. სხვათა შორის დღეს დამიკავშირდნენ. არ ვიცი სახელი შეიძლება თუ არა ვახსენო ამ ადამიანის, სიდონის ერთ-ერთი წევრია და მითხრეს, რომ გერის წმინდა გიორგის ეკლესიაზე მოძებნონო.
გერის წმინდა გიორგის ეკლესიაზეო. და არის თუ არა ეს ლომისობასთან ახლოსო, მლეთასთან ახლოს გაარკვიონო და არ ვიცი თუ მიგიწვდებათ ხელი გერის წმინდა გიორგის ეკლესიაზე, ადით აუცილებლად იქ ვითარება ნახეთ. ამ ადამიანს მაინც მალავენ, რაც არ უნდა მონასტრები მოვიაროთ, მაგრამ მაინც. მე ახლა მამიდას დავუბრუნდები ისევ. მამიდა, ნატასაც ყავს მამიდა, რომელიც ვერაფერს ვერ შველის ამ საკითხს, რასაც ნატას უკეთებენ, თუმცა იცის. ასევე გურამისაც ყავს მამიდა. თამარ მეფესაც ყავდა მამიდა, რომელიც ვითომ ვერაფერს შველოდა, მაგრამ იმის მდგომარეობაში შევედი მე და გავიგე რა ვითარებაში იყო მამიდა, რომ მართლა ვერაფერს ვერ შველოდა, ის საშინელება რო არ ჩაედინა, რაც ჩაედინა. ყველაფერში მამიდა ურევია რა, მაგრამ ეხა უყურე, მოდი აქ დავრჩეთ, აქ გურამის მამიდასთან. გურამის მამიდას ყავს 17 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც არის როგორი ვითარება, ის გურამის კარგი დახასიათება აქვს, მაგრამ მაინც როგორც მამიდას აქვს განსაცდელები, რომ აი რამის შეცდომაში არ შევიდეს ბიჭი. იქ უკვე იწყება ესეთი ვითარება, რომ იქ ის ჯგუფი ითრევს, იქ ის ჯგუფი ითრევს, იქ ის ნარკობიზნესმენია, იქ ის და რა ბიჭი არის ისეთ მდგომარეობაში, აი მგლებივით დათრევაზე არიან ამ ახალგაზრდა ბიჭის და მამიდამ გააკეთა ესეთი არჩევანი რა, რომ იცი რა, სანამ ეს ბიჭი ცუდ ხელში მოხდება, მე ამ ბიჭს ჩავაბარებ ეკლესიას და ვერავინ ვერ გაიგებს სად არის. იმიტომ რომ აი მე ნარკობიზნესის დამოკიდებულმა ხალხმა არ ჩაითრიოს, აი იმ ხალხმა არ ჩაითრიოს, იმ ხალხმა, იქ ხალხმა. მამიდას ფიქრებია ესენი, რომ აი სანამ ბიჭი ცუდ ხელში ჩავარდება, მე ამ ბავშვს გავაგზავნი მონასტერში. არავის არ ეცოდინება სად არის. თვით დედასაც კი. რატო უმალავდნენ დედას, ეგ არ ვიცი ზუსტად, ეხლა მართალი გითხრა, როგორც ჩანს იქ რაღაცა აქ უკვე ესეთი დედობრივი საკითხი იყო რა, გერის ამბავი, აი იცი რომელი ამბავია, მეფესთან რომ მივა ორი ქალი და რო ეუბნება, რომ ეს ჩემი შვილია, ორივე ქალი ეუბნება, რომ ჩემი შვილიაო და მეფე როგორ გამოცდის, იცი ამათ. კარგიო, მაშინო დაიჭირეთო ეს ბავშვიო და გახრიჩეთ შუაშიო და შენიც იქნება და შენიცო და დედა დათმობს. რო არა იყოს. ამით მიხვდება მეფე, რომ ეს ბავშვი არის იმის და არა იმის, ვინც ითხოვს, რომ ჩემიაო. აქ ეს მომენტია რა, ეს მომენტიც თვალწინ დაგვიდგა ამ წერტილში. რომ აქ უფრო ამბიციური საკითხია, ჩემი შვილია, გააჟღერა კიდეც მამიდამ, ჩემი ყურით მოვისმინე, ჩემი შვილი იყო ისო, იმისი კი არაო, მე ვზრდიდიო, გერის საკითხია რა. აქ ეს ამბიცია შეიძლება იყოს, დედას დაუმალა რა. და ბავშვი, 17 წლის ბავშვი, თავისი ჭკუით მოახვედრა მონასტერში. კარგ ხელშია, ბერები ულიან, მამაოები ულიან, ესე, პატრიარქი გახდება და ასე შემდეგ. ვიღაცა მომწერა, საპატრიარქოთ ამზადებენო რა. ხო, რეალურად პატრიარქია, ოღონდ არა შეწირული. მართლა, აი პირდაპირ გეუბნებით, შესაძლებელი არის, რომ იოანე ნათლისმცემლის რეინკარნაციაც იყოს და თავდადებულიც მაგას ქვია. მოკლედ, ერთი სიტყვით, ნინო ლომიძე თამარ მეფეს ყავდა მამიდა, დიახ, მამიდა რუსუდანი. ვილაპარაკე ბევრი მაგ მამიდაზე და თამარის ამბავზე. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ კახარას აკეთებს ამ დროს, ხელს უწყობს უბრალოდ მამიდეს აზრს, იმიტომ რომ კახა არის მამიდას საყვარელი. ისევე როგორც ზაქარია მხარცელი არის თამარის მამიდის საყვარელი. ხო, რაღაცა პარალელები ევლება ისე რომ რა ვიცი, გალამის არის, აი წიგნი დავწერო რა. ხო, და სხვათა შორის არ გამიკვირდება, რომ ნესტანის მამიდაც ყოფილიყო იმის საყვარელი, რომელიც აუპატიურებდა აი ამას. ნესტანს, ნატას. ალელუიახ. რა ვიცი, ესე იტყვიან ხოლმე, ვინები არ ვიცი, ალელუიახ. ღმერთო შენ სახეს დიდებაო თუ რაღაცას ხო იტყვიან ქართველებიც. ალელუიახ სიძახიან ისინი, აგე ისინი, იუდეველები. თუმცა
საქართველოს მართლმადიდებელი მღვდლებიც ალელუია, ალელუია სიძახი. ხო, მოკლედ ერთი სიტყვით ალლაჰ აკბარ იძახიან ისინი. რა ქვია მაგათ, მუსულმანი. პარალელები გაეღო. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ რა უნდა ქნას მამიდამ რა. მამიდამ ერთადერთი რაც უნდა ქნას, უნდა გამოვიდეს იმ სიბნელიდან და ნურას უკაცრავად. ქალბატონო ნინო ქვია მე მგონი, მამიდას თუ რა ქვია არ ვიცი ზუსტად. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენს ძმის შვილს. სადაც ჩააბარეთ, იქ მოიკითხეთ რა. კაცი მაინც აერჩია ამ ნინოსაც კახა კაციაო. რა ვიცი მე კახა ვინ არის, მაგრამ აშკარად აბია ერთი ადგილი. და ერთი ყველი. ერთი კვერცხი. აი მეორეც უნდა ვიპოვო ეხლა, თორე ერთ ყვერა კაცი არაფერში არ ვარგა, ხო? ხო, ყოველ შემთხვევაში მეგობრებო. ერთი კვერცხი საყოვნელი. საყოვნელი გვაქვს. ერთი კვერცხი, საყოვნელი, ერთი კვერცხი ცოტა დიდია. აბას ვანებო დამეხმარეთ ეხლა. პოვნაში. ხო და ეხლა რაც შეეხება იმას. რაც შეეხება მეგობრებო, ერთმა მომწერა რომ შენო იგინებიო რა და სხვადასხვა სიდონშიც განვიხილეთ რომ გინება სხვადასხვა კაცი ქალი რომელიც ზეთ იქცეს მისთვის აუცილებელი ატრიბუტია რომ ქალმა დაიწყოს გინება. რატო? იმიტომ კი არა რომ ბილწი სიტყვაობა, არა, იმიტომ რომ იმ სიტყვებში რომელიც დაატყოვეს ბინძურ სიტყვებად გადააქციეს, ვითომ ესე შერაცხეს, ის სიტყვები არის გამხსნელი სიტყვები. ყველა სიტყვა რომელიც ვითომ ბინძურია, ყველა სიტყვის გამოთქმა ქალის პირიდან არის სიძლიერე. ქალი რომელიც ზეთ იქცეს უნდა იგინებოდეს ხალხო, არ არის ეს გინება. ეს პირიქით ზეცაში ელოდებიან ქალი რომელიც ზეთ იქცეს და პირიდან გამოუშვას ის სიტყვა, ისე კი არა რომ არ იცოდეს. ისე რომ სიტყვის არსი იცოდეს და ისე გამოთქვავდეს. აი ვინ სიტყვის არსი არ იცის და მაინც იგინება, იმას არ ეთვლება ეგ არც ზეთყოფნად, არც იმას მართლა სიბინძურაში ეთვლება. ხოლო ქალი რომელიც გინება, იმიტომ რომ იცის ამ სიტყვის ძალის ფასი, სიტყვის არსი, იმას ის გინებად არ ეთვლება, ის ეთვლება როგორც გასაღებად. გასაღებით, გესმის, გასაღებით. ხო, მეისპო მაგათი სახელიო, ვისი სახელი, არ ვიცი. ხო და რა უნდა მეთქვა? მამიდას ვაფრთხილებ რა. მამიდას ნუგონია რომ ჰარიჰარალოზე აქვს საქმე, აუცილებლად მოიძიოს თავისი შვილი, ანუ შვილად ხო უწოდებს თავის გერს, ანუ გურამის. ხო და მოიძიოს გურამის სად არის, აუცილებლად გამოიძიოს და გაგვიმხილოს. ერთი მხრივ საზოგადოება დაწყნარდება, მამიდას ვაფრთხილებ, საზოგადოება დაწყნარდება ცოტით შევართ, თორე ჯდება. ვახ, ეს სადღაც წავიდა ეხლა ეს. მეგობრებო, მე მგონი ვეღარ გავახსენებ ლაივს, იმიტომ რომ ვერ პოულობ დამტენს და დამტენი კიდე არის არ ვიცი სად მომპარეს ბავშვებმა. აქედან დამტენის კაბელი რატომ აიღეთ? ბავშვებო, დამტენის კაბელი რატომ აიღეთ იქიდან, ჩემი ოთახიდან? Ich sehe, hat heute nichts in der Hand, das ich nicht verwenden kann. Aber ist zu schwer. Aber bald bemerkten die anderen Leute, dass ich gar nicht mitsang, also haben sie auch aufgehört zu singen. Die drei standen einfach da und sagten,
ერთ მხრივ საზოგადოება დაწყნარდება და გაჩერდება და თქვენ შეიძლება სასჯელით შეგიმსუბუქდეთ მამიდას ველაპარაკები და მეორე მხრივ ზეცად თქვენს სასჯელს გამოისყიდით. არ შველისეს. ენერგია ვეღარ მიეცემა. არა ხალხო, ვეღარ მიეცემა ენერგია, შო, წაერთო. ნიშანი მოვიდა. შეიძლება გადავარჩინო, აბა ეს თუ იმოქმედებს, მაშინ შუქროლა გამოვხდეს. კაი, აჰა, მას. შო. და პასუხისმგებლობას რომ აიღებთ თქვენს ხელში, გამოისყიდით საბოლოოდ ამ თქვენს პასუხისმგებლობას და მოგვარდება ეს საკითხები რა. სხვა შემთხვევაში, აი, მართალი გითხრათ რა, პირდაპირ გეტყვით რა, რაც არ უნდა გაექცეთ, რა დროშიც არ უნდა გაექცეთ, რა სფეროშიც და განშიც არ უნდა გაექცეთ, აი მაგალითად ამ რეინკარნაციაში, იმ რეინკარნაციაში, თუ მენტალში, ასტრალში, თუ ფიზიკურში, ყველა განში მოგკითხავენ, ყველა შემთხვევაში ამის ახლიდან გავლა დაგჭირდებათ, აი ამ ვითარების ახლიდან გავლა დაგჭირდებათ და ახლიდან გექნებათ ყველაფერი გასახსენებელი, აგერ ვდგავარ და გეუბნებით, როგორ უნდა იხსნათ თავი, არასდროს აღარ გექნებათ ეს შანსი, რომ ვინმე გეტყვით თქვენ კიდევ და ვერც ვერასდროს გაიხსენებთ და ერთი და იგივე წრეზე დარჩებით. და იმით ერთი და იგივე წრეზე მოგწონთ ის თქვენი ცხოვრება ეხლა როგორ ცხოვრობთ, არ მოგწონთ. ხო ვიცი რომ არ მოგწონთ. შიშის ზარიცეთ. ესე იქნებით ჯოჯოხეთში სულ მუდამ. უკვე დარჩებით მაგ წრეზე. და ვერავინ ვეღარ გადაგარჩენთ. ვეღარც ქრისტე, ვეღარც თამარი, ვეღარც დედა ღვთისმშობელი, ვეღარც მამა ღვთისმზეციარი და ვერავინ. ვერც ერთი წმინდანი ვეღარ გადაგარჩენთ. ეს არის ბოლო ჟამი. ეს არის ბოლო გაფრთხილება. ეს არის ბოლო წრე. შენ აქ ან გამოსწორდები და შენ პასუხისმგებლობას შენ ხელში აიღებ და იტყვი რომ მზად ვარ რომ გამოსწორდე და მხოლოდ შენ შეგიძლია რომ გადადგა ეს ნაბიჯი, ვერავინ ვერ დაგაძალებს. ან ძალით იგივე წრეზე წახვალთ, მიიღებთ გადაწყვეტილებას რომ სხვაზე გადააბარო ეს პასუხისმგებლობა, სხვა აიღებს ამას თავის პასუხისმგებლობაში, აუცილებლად დაგიდასტურდება თქვენი დანაშაული, აუცილებლად მოხვდებით ციხეში და თანაც კიდევ რა, იცი? თქვენი გადაწყვეტილებით კი არა, სხვისი გადაწყვეტილებით, ამიტომ თქვენ აღარც ერთ განში და აღარც ერთ დროში აღარ მოგეცემათ ამის გამოსწორების საშუალება. შო, აი ეს არის როგორც წერტილის დასმა, ესე დაგესმევათ წერტილი, რომ ერთი და იგივე წრეზე ივლით, სულ მუდამ, აი 10,000 წელი და 100,000 წელი რო გავიდეს, სულ მუდამ მაგ ტრიალში იქნებით, მაგ ტრიალში. მე ხო ვიცი რომ თქვენ ჯოჯოხეთს გადიხართ ეხლა რა. თქვენი შინაგანი მდგომარეობა შეიძლება გარეთ არ გამოგაქვთ ეს. რაღაცა წყნარი ლაპარაკებით და ისე ლაპარაკობთ, მაგრამ აი თქვენი შინაგანი მე ხო ვიცი რაც არის, ხო და აი იმ შინაგანზე გელაპარაკებით და თქვენც იცით რაც არის. გინდათ მაგ შინაგანში დარჩეთ სულ მუდამ? ხო არ გინდათ არა? ამიტომ თქვენვე უნდა აიღოთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა და თქვენივე ნებით და სიტყვით გამოისყიდოთ თქვენივე ის შეცდომები, რა შეცდომებით დაუშვით. უნებლიეთ ნებით მოგატყუეს, არ მოგატყუეს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. არავინ არ მოგისმენთ თქვენ რომ აი ის აწყალი რომ აი ეს შეიყვანეს შეცდომაში, არავინ აღარ მოგისმენთ. ზეცაში. იმიტომ აღარ მოგისმენენ რომ აგერ ვდგავარ და გეუბნებით რაც უნდა გააკეთოთ და ჩემი პირით ლაპარაკობენ ზეციდან თქო გეუბნებით და თქვენ თუ გაიგეთ ეს ამბავი და მაინც ისე გადაწყვიტეთ როგორც ვითომ არ გაგიგიათ ხო? ნება თქვენია.
ნება თქვენია. კახას მდგომარეობა ვთქვი უკვე დღეს, რაც უნდა გააკეთოს და გადაწყვეტილება როგორ უნდა შეცვალოს, სულ მუდამ ყურში რო არ გაყოს თავი, აი ეგეც ხო ვთხარი კახას, კახა არის იუდეს პოზიცია და ის სხვათა შორის იუდას პოზიციაში დგას ასევე ნატას ის პიროვნება, რომელიც კი არა უპატიურებდა, არა, რომელმაც იცოდა, მაგრამ თავისი ოჯახის კეთილდღეობისთვის უბრალოდ ყურს იყრუებდა. აი ეგ არის იუდეს პოზიციაში. ეხლა დროა რომ ყური კი არ წაიყრუო, პირდაპირ აღიარო რომ მართლა ეგრე იყო. დაუდგე ნატას მხარში და თქვა, კი, ეგრე იყო, ვაღიარებ და მორჩა რა. გამოისყიდი შენ, კი ბატონო შეიძლება მოგიწიოს ციხეში ჩაჯდომა, მაგრამ დამიჯერე იმასთან შედარებით, რაც შენ შემდეგი 1000 წლეულები მოგელის, ეს იქნება მალამო იმ 1000 წლეულებისთვის, რომელიც ერთი და იგივე წრეზე გატარებს. ერთი და იგივე წრეზე სულ ესეთ ვითარებაში მოხდები. სულ ამ ჯოჯოხიც გაილი. სულ. რუსუდანის ამბავი, თამარ მეფის მამიდის ამბავიც გავაჟღერე მე. ეს არის თეთრუაშვილი, რომელზეც უკვე ველაპარაკე და უთხარი რა. სარკეში როცა იყურები და რო გინდა რომ იყო ყველაზე ლამაზი, სარკე გეუბნება რომ შენ არა, ფიფქია არის ყველაზე ლამაზი. შენ ამას ვერ შეცვლი, სანამ შენ თვითონ არ გასუფთავდები, არ განიწმინდები. და იცით როგორ განიწმინდები? შენ თეთრუაშვილო განიწმინდები თუ კი დაანებებ ამ ფიფქიასთან ჭიდილს თავს რა. ვერ გახდები ფიფქია, შენ ვერ შეცვლი ფიფქიას. თამარს ვერ შეცვლი. რაც არ უნდა მოინდომო და მის უკან დაიმალო, თამარს ვერ შეცვლი. შენ ვერ იქნები თამარი. გაიგე ერთხელ და სამუდამოდ, რომ შენ თამარი ვერ გახდები. შენ ხარ რუსუდანი და იხავი რუსუდანი რა, ცუდია რო ხარ რუსუდანი, არ არის ცუდი. ის ახარ ვინც ახარ და აღიარე, უბრალოდ შენი სარკე უნდა აღიარო. აი ამ სარკალურ საკითხთან მიგიყვანი მე შენ რუსუდან მამიდაო. გინდა შორენა გერქვას, გინდა შორიენა გერქვას და გინდა ახლოენა. თამარს იცავს ქრისტალი. ხო და ვერ მოირევი რა ვერცერთს რა. შოკი. გეყო ახლა თამარის თამაში, გეყო. ვერ იქნები შენ ძალაუფლებაში ვერა, სანამ არ განიწმინდები. აი რომ განიწმინდები, მერე ძალაუფლებაც შენთვის იცი რა იქნება. ნეტა რა ჭირი მჭირდაო ამდენს რო ვთამაშობდი ძალაუფლებისთვისო იტყვი. იმიტომ რომ ძალაუფლება ძილის საკითხია, ჯერ კიდევ მძინარე მდგომარეობაში ხარ. ხოლო ფხიზლის ადგილი არის თევზთან კავშირში, ქრისტესთან. ფხა და ზელე, ანუ ფხიანი სული იქნები. ფხას კიდე იცით რა, როდის გამოიყენებენ ხოლმე ქართველები. ფხიანი ადამიანიაო, ხო? და კუდრხეულიც მაშინ გახდები მერე, კუდრხეული თევზიც, იმიტომ რომ მკვდარი თევზი კუდს ვერ არხევს, ხოლო ცოცხალი თევზი კუდს არხევს. ასე რომ მკვდარ თევზებში ნუ გახვალთ, იხავით კუდრხეულები. ხო და ამოტრიალებულია ყველა ცნობიერება, ისე როგორც გინებაში ჩაკეტეს სარკალური სიტყვები, ისევე კუდიანობაში, ჯადოქრობაში და ასეთ შემდეგ მიაწერეს საკრალური სიტყვები კუდიანებს, ცოცხლებს და ასე შემდეგ.
კუდიანია რო არის ნათქვამი, კუდიანი, ეს კუდიანი. იცით რა ერთად მაგის მნიშვნელობა? არ იცით. მე ვიცი. კუდიანია კუდრხეული ადამიანი. რომელსაც შემდეგ კურთხეული დაარქვეს. რაღაცა კუ, რომელიც ნართხევია, მაგრამ გინდა რომ იყო კუდნართხევი, ნართხევი. კუდნართხევი გინდა იყო თუ კუდრხეული. ხო, საინტერესოა რა. გინდა დაემთხიე და გინდა ირხიე. შენზე გადასაწყვეტი როგორ გამოთქვავ ამ სიტყვას. მამიდებო, გამოსწორდით. გეყოფათ გერების ჩაგვრა. დაუდაკით თქვენს გერებს მხარში და მაშინ იქნებით კუდრხეულები. ხო, ეხლა კუდიანები ხართ, ხოლო კუდრხეულები გახდებით, როდესაც გერებს შეიყვარებთ ისე, როგორც საკუთარ თავს. ასე რომ თქვენ რო გინდათ მარტო ძალაუფლება, თქვენი გერიც შეიყვარეთ ისე, რომ მასაც მისცეთ. მისი წილი ძალაუფლება, რასაც იმსახურებს, სული ერთია საბოლოო ჯამში, ხო? ანუ სულ ერთია, შენ იქნები, მე ვიქნები თუ მე ვიქნები, შენ იქნები. საკრალური არის ეს, სარკალური და არა საკრალური. რაზე გინდათ დაუკრათ? საკრალური რითი უკრავთ თუ სარკეში რო იყურებით, ის გინდათ რომ გამოთქვათ. გადაწყვიტეთ ხოლმე, ხო? სიტყვას დაუგვირდით ხოლმე. ერთმა მკითხა, როგორ დავიწყო ლაზარეს ენაზე საუბარიო და მომისმინე და ქართულ ანბანში ანბანი ისწავლე და დაიწყებ უკვე, რა თქმა უნდა, ამას მეტი საუბარი. ქართულ ენაში თუ ანბანის ასობგერების სახელწოდებები იცი? ას რომ ანიქვია, ბს რომ ბანიქვია, გს რომ განიქვია და ასე შემდეგ მე-40 ასობგერა ლიმდე რომ სახელები აქვს ქართულ ანბანს. მაგას თუ ისწავლი, მაშინ ალაპარაკდები ლაზარეს ენაზე, მეტი კი არაფერი აქვს სხვა. ხომ ხედავთ რომ ძალიან უბრალოდ საუბრობ. ძალიან უბრალოდ. მთელი დიდი გენიოსობა არის უბრალოებაში. ძალიან ძიმეთ ნუფიქრობთ და ძნელად ნუფიქრობთ. ყველაფერში უბრალო, ძალიან უბრალოდ რა. ხო ხედავთ? კუდრხეული თურმე რას ნიშნავს? კუდი და რხევა. ერთი და იგი, სიტყვაში დევს, სიტყვაში რაც დევს, ის ამოიკითხეთ ხოლმე. სიტყვაში დევს. ნახე, დევთან მივედით ისე. დევი სად არის ჩვენს ანბანში, მაგაზეც გქონდა ლაივი. პირდაპირ ლაივში რო აღმოვაჩინეთ, რომ დევი თურმე ჩვენს ანბანშია. სიტყვაში დევს. ანუ სიტყვა არის სიტყვა. ხო და ალიც არის ადან ლიმდე ასობგერები. ხოლო ქრისტიანობს მე ვარ ანი და ჰოეო. ანუ ანი და ჰოე შემცვლელია უფალში. რომელიც არის 40 ასობგერა ური, ფონი და ალი არის 38, 39 და მე-40 ასობგერა. ანუ ქრისტე გეუბნება მე ვარ ანიდან ჰოემდეო. ხოლო 38, 39 და მე-40 ასობგერასთან რომ მიხვიდეო, მაშინ ჩემი უნდა გაიარო, ესე იგი რა უნდა გაიარო? პირველიდან 37 ასობგერამდე უნდა გაიარო და გაიგო ამის აზრიო, რომ მიხვიდე უფალთანო. გესმით? ტყუილა არაფერს არ ამბობს ქრისტე რო იცოდეთ. საოცარია სიტყვები და ლაზარის ენა. ამინ. ჰე ამ ენით არის ჰამენ. ზუსტად ამ ენით ყველა რა ვიცი ვინც ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენელია, გერმანელი იქნება, ეს იტალიელი, ფრანგი, ის თუ ის ჰამენით ამთავრებს ბოლოს წერტილს უსვამს ჰამენი. გაიძახის ყველა და რა ჰამენი, რა ჰამენი, იციან რა არის ამენ. ჰამენით რომელ ენაზეც გესმის ამენის მნიშვნელობა. ანუ რისი მნიშვნელობაა? ამ ენის მნიშვნელობა. გაიგეთ? ამ ენის, რომელი ენის? ამ ენის, რომელი ენაზე ვლაპარაკობ ახლა? ამ ენაზე ვლაპარაკობ.
ქართულ ენაზე. ამ ენით ვლაპარაკობ. აი ამ ენით, გაიგეთ? ხალხო, მეტი როგორ გაგითხრათ? არ ვიცი. ასე რომ ჩემო კარგებო, ამინ ამენით ისმინოს უფალო ჩვენი ვედრება, მამიდებო, ამოღერღეთ. ბიძიებო, დაიწყეთ ქმედება, გერებს ნუ ჩაგრავთ. დამთავრდა ეგ გერების ჩაგვის ერა. გაიგეთ? ახლა დაიწყო ახალი ერა. ამინ. წავედი.